კი იმ ძალადობაზე, რომელიც ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიყარა. ეს არის მე არ ვიცი, მსგავსი რაღაც არა როდესაც ისის ჯარმა დაარბია ქართველი ხალხი, მაშინ ვიყავით ამაყები, იმიტომ რომ ვიცოდით ეს პატარა ქვეყანა, ერთი ბეწვი ქვეყანა, ეს ერთი ბეწვი ხალხი ებრძოდა უზარმაზარ იმპერიას. დღეს არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია. ეს საკუთარი აგრძელდება ეს აქციები აუცილებლად, თითოეული ჩვენთაგანი ასე ვთქვათ, ვამუშავებთ იმ გეგმას, რამაც შეიძლება საერთაშორისო დაამთავროს და რიგითი ქართველი ნებისმიერი ეს პოლიტიკოსი იქნება თუ ეს იქნება რაიმე საზოგადო მოღვაწე თუ რაღაცნაირი სახე რიგითი ქართველის რანგში მოგევლინება და ყველა ეს ადამიანი დაამთავროს საერთაშორისო რეჟიმს, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება უკმეულად. რას ნიშნავდა განცხადება ქალქოზე არ დარჩება, ამას ძალიან მალე ნახავთ ვიდეოებში. ეს არ არის ძალადობრივი მოწოდება? მე არ ვიცი, ძალადობა უკვე დაგვანახა ხელისუფლებამ და ჯერი არის საზოგადოებაზე ახლა ამ ეტაპზე. რა არავინ არ აპირებს ცარიელი ხელებით ტყვიების წინ დადგომას. რა ის იცოდეს საერთაშორისო. აი შავი ლენტები არის ჩვენი ძალიან დიდი ტკივილი და მწუხარება ხარდაცული ადამიანების მიმართ და ჩვენ აი ამ სრელობით და აი ამ ერთობლივი განცხადებით ყველანაირად ვამართლობ ჩვენ აკებით და ხელჯოხებით და გაზით ვერ შეგვაჩერებენ სამართლებისთვის ჩვენი თავის სარწმუნოების ჩვენი სოლიდარობა გაზარალების მიმართ და ჩვენი გამხრება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მიაჩნია რომ ბრძოლა სამართლებისთვის უნდა გავხარჯოს და ეს შავი ლენტი ყველას შავი ლენტი არის ყველას